თუ გაინტერესებს, როგორ გამოთვალო შენი პერსონალური წელი და თუ გაინტერესებს ასაკობრივი ციკლები, მაშინ უნდა დარჩე და ბოლომდე მომისმინო. მე შენ ახლა გასწავლი ფორმულას, თუ როგორ უნდა გამოთვალო პერსონალური წელი. ამისთვის გჭირდება დაბადების დღე, შენი დაბადების თვე და მიმდინარე წელი შეკრიბო და დაიყვანო ერთ რიცხვამდე. ეს იქნება შენი პერსონალური წლის კოდი. თუ შენ უკვე გაიგე, რომელია შენი პერსონალური წელი, მაშინ ახლა გეტყვი თითოეული წლისთვის 1-დან 9 წლის ჩათვლით, იმიტომ რომ 9 წლიანი ციკლი გვაქვს, რა სჯობს გააკეთო შენს პერსონალურ წელში, რომ ყველაფერი შენს ცხოვრებაში იყოს იდეალურად. პირველი წელი, ეს არის თესვა, ახალი დასაწყისი, იდეები, ინიციატივა, ყველაზე კარგი დრო არის ბიზნესის ან ახალი წამოწყებისთვის. მეორე წელი, ზრდა, მოთმინება, პარტნიორობა, დიპლომატია. ამ წელს აუცილებელია რომ არ იჩქაროთ. მესამე წელი, ყვავილობა, სოციალური აქტივობა, შემოქმედება, თვითგამოხატვა, ფინანსური ზრდა. მეოთხე წელი, შრომა, საძირკვლის ჩაყრა, სტაბილურობა, დისციპლინა, საჭიროა ბევრი მუშაობა. მეოთხე წელი დაგროვების წელია. მეხუთე წელი, ცვლილება, თავისუფლება, მოგზაურობა, კომუნიკაცია, რისკი, ეს არის გარდამტეხი წელი, როდესაც ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. მეექვსე წელი, ჰარმონია, ოჯახი, პასუხისმგებლობა, კომფორტი, ზრუნვა ახლობლებზე. მეშვიდე წელი, ანალიზი, სულიერება, სწავლა, მარტოობა, თვითშეცნობა, ეს არის დასვენების წელი. მერვე წელი, მოსავალი, შედეგების მიღება, კარმის გამოვლენა და ფულის მიღება და დაგროვება. მეცხრე წელი, დასრულება, წმენდა, ყოველგვარი ძველის გაშვება, იმისთვის რომ მოემზადო ახალი ციკლისთვის. უფრო მეტი ინფორმაციისთვის გამომყევი.